Protesti ბათუმში ამ წუთებში აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები, მანამდე კი აქცია იყო სასტუმრო შერატონთან, სადაც გიორგი გახარიას მხარდაჭერები მივიდნენ. პროტესტის მონაწილეები სასტუმროს ადმინისტრაციისგან იმ ვიდეო კადრების გასაჯაროებას მოითხოვენ, რომლებშიც კარგად ჩანს, როგორ დაიწყო კონფლიქტი ყოფილ პრემიერსა და ოცნების არალეგიტიმური დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის. კონფლიქტი ერთი კვირის წინ მოხდა სასტუმრო შერატონს, ამ დრომდე კადრები არ გაუსაჯაროებია, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულად. Ჩვენ ჟურნალისტი თეა ვაშალომიძე გვერდდება ბათუმიდან პირველ ეთერში. დიახ, საპროტესტო აქცია საღამოს ბათუმში ორ ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ხედავთ, ამ წუთებში შეკრებილები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი იყვნენ ბათუმის შერატონში. ისინი ითხოვდნენ კადრების გადმოცემას და ამბობენ, რომ შერატონიც არის თანამონაწილე ხელისუფლებისა იმ თავდასხმაში, რომელიც განხორციელდა რამდენიმე დღის წინ ბათუმის შერატონში. ისინი ითხოვენ კადრების გადმოცემას და ამბობენ, რომ პროკურატურას გადასცა შერატონმა კადრები დაზარალებულ მხარეს არ გადასცა და სწორედ ამაში ხედავენ ისინი პრობლემას. ისინი ხვალ კიდევ 4 საათზე აანონსებენ საპროტესტო აქციას ბათუმში პროკურატურასთან. ამ წუთებში, როგორც გითხარით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები, საპროტესტო აქციის მონაწილეები. ისინი ყოველდღიურად ჩვეულ დროს მოდიან აქ და აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ მითხრათ უკვე ყოველდღიურად. კი ბატონო, არ არის პრობლემა. გამარჯობა. თქვენ ხართ ჩვენი მედროშე, ერთი უკვე დაკავებული არის, რომ გითხრათ უკვე მე რამდენი დღეა თქვენ აქ მოდიხართ ყოველდღიურ რეჟიმში და თქვენი მთავარი სათქმელი. ეს აქ ვდგავარ ყოველდღიურად 53 დღე თუ არა. სინამდვილეში 87 წლიდან ვარ ასეთ ბრძოლაში. 87 წლიდან მიწევს ამ რეჟიმთან ბრძოლა და აუცილებლად გავიმარჯვებთ. უკვე უნდა დავარქვათ თავისი სახელი ყველაფერს რა. ხალხო არ ყოფილა ეს არჩევნები, ეს იყო მოსკოვში დაგეგმილი სპეცოპერაცია. მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება. სათავეში არის არა ხელისუფლება, არამედ ყაჩაღებია მოსული, რომლების საქციელი საერთოდ არ ექვემდებარება ლოგიკას რა. ჩვენ ერთადერთი უნდა გავაგებიოთ მთელ სამყაროს, რომ ესენი არიან დიდი დიქტატორის პატარა დიქტატურენები რა. დიდი მადლობა, შევეცდები რომ კიდევ გავესაუბრო პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილეებს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. დაკავებულ პირებს ხედავთ, აქ თქვენ რამდენიმე დღის წინ დაკავებული იყავით, ადმინისტრაციული სასჯელიც კი მოიხადეთ. მთავარი სათქმელი ისევ გამოხვედით საპროტესტო აქციაზე. ყველა დღე გამოდივართ. ანუ ვაპროტესტებთ ჩვეულებრივად ყველაფერს, რასაც ესენი დანაშაულს შადიან. დაკავები რო გაიხსენოთ რა მოხდა? მაგის გახსენება მაინც და მაინც არ მინდა, მადლობა. დიდი მადლობა. კიდე გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოსთან არიან შეკრებილები. ქეთი პირდაპირ ეთერში ვართ, რომ მითხრათ, მთავარი მოთხოვნები ძალაში რჩება, ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. კი, ჩვენ ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ეს არის ჩვენი უცვლელი მოთხოვნა. უკვე იმ დონეზე ავიდა სისასტიკის მასშტაბი, რომ ეს გახდა უკვე მთავარი მოთხოვნა აქციის და უკვე არჩევნების გაყალბებამ რაღაცნაირად მეორე პლანზე გადაიწია. ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ადამიანი არის დაზარალებული იმ სასამართლოსგან, რასაც ჩვენ ვხედავთ, ან ეგრეთ წოდებული სასამართლოსგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ვითხოვთ ყველა ამ ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ვინც ამ რეჟიმს შეეწირა. ძალიან დიდი მადლობა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან მე როგორც მეუბნებიან, მოვიდა ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ ბათუმის შერატონში იყვნენ და აპროტესტებდნენ შერატონის ქმედებებს კადრების გადმოცემასთან დაკავშირებით. შერატონში აქციის მონაწილეებმა გაავლეს წითელი
მისვლელი ლენტები, გააკრეს წარწერები, სადაც ეწერა რომ შერატონი არ არის უსაფრთხო. აი ვიკას ხედავ აქ, ვიკას გავესაუბრებ. ვიკა, რომ მითხრათ თქვენი შერატონში მისვლის მიზეზი და რას ითხოვთ? შერატონში კიდევ ისევ და ისევ ვიტყვი, რომ ეს სასტუმრო აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის სესხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი თანამძრახველი და თანამონაწილე ასევე. გარდა იმისა, რომ ამ სასტუმროს ადმინისტრაციამ პირველივე წუთებიდან დაიწყო ფაქტების განადგურება, რომელი ფაქტების შესაძლოა მნიშვნელოვანი მტკიცებულება ყოფილიყო თავდასხმაში, მათ არ შეატყობინეს პოლიციას, არც პირველი თავდასხმის შესახებ და არც მეორე თავდასხმის შესახებ. ამის შემდეგ უკვე მათ მძეულად გადაცეს პროკურატურას მთელი პროცესორები, სერვერები, სადაც გარდა თავდასხმის ვიდეოსი არის ძალიან ბევრი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს სასტუმროს ადმინისტრაცია წინასწარ იყო ინფორმირებული ამ თავდასხმის შესახებ. ასევე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ასევე დღემდე აქვთ ამ ვიდეო ჩანაწერის ასლი, ამიტომ ჩვენი იქ მისვლის ყოველდღიურად მისვლის მიზანი არის ის, რომ ამ სასტუმროს რეპუტაცია საერთაშორისო დონეზეც ისევე წარმოჩინეს, როგორც რეალურად არის და იქ ყოფნა არც ერთი ადამიანის არ არის უსაფრთხო. იქამდე სანამ საჭირო იქნება. ძალიან დიდი მადლობა. აი ახალგაზრდებს ხედავ აქ სტუდენტებს, რომლებიც საპროტესტო აქციის დაწყებიდან დგანან საპროტესტო აქციებზე. არჩილ რამდენი დღე არის უკვე ბათუმში გრძელდება პროტესტი, მოთხოვნები უცვლელი რჩება, მთავარი სათქმელი. უკვე 57 დღე ბათუმელი მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და უკანონო დაპატიმრებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვიბრძვით ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომელიც უკვე არა ავტორიტარიზმი, არამედ დიქტატურის ფორმებს შეიცავს და ნიშნებს, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის. ამიტომაც ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ, რათა არ დავკარგოთ საქართველოს სახელმწიფო. ძალიან დიდი მადლობა სტუდენტებთან ერთად აქ ვხედავ ლექტორ მასწავლებლებს, რომლებიც ყოველდღიურად დადიან საპროტესტო აქციაზე. ქალბატონოია მთავარი სათქმელი ისიც რომ ბათუმში დაპატიმრებულია მზია ამაღლობელი, ჟურნალისტების ყოველდღიური სოლიდარობა არის და მხარდაჭერა მზია ამაღლობლის მისამართი. რა თქმა უნდა, ქალბატონი მზია იმსახურეს არა მარტო ბათუმის, არამედ სულიად საქართველოს მხარდაჭერას და ქალბატონ მზიასთან ერთად სხვა სტუდენტებიც. დღეს საქართველო ისევ სამწუხაროდ რეალობაშია თეა, როგორც იყო რამდენიმე დღის და არაფერი არ შეცვლილა. თუ კი არჩევნებამდე ჩვენ გვყავდა მთავრობა, რომელიც გვირდებოდა მშვიდობას, არჩევნების მერე მივიღეთ მთავრობა, რომელიც ებრძვის ბავშვებს. ბავშვებთან მებრძოლი ხელისუფლება სამწუხაროდ. დღეს ბათუმში ვხედავ, რომ ამ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ერთად არიან გამოსული ძალიან ბევრი მშობლები, ესა და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტიც გამოვა ჩვენი შვილების დასაცავად. ასე რომ თუ კი ვინმეს გონია, რომ ჩვენ დავიღლებით, დავიშლებით, ან შეგვეშინდება მათ მიერ გახორციელებულ ეწოლების, ეს ასე არ მოხდება და ჩვენ გამარჯვებას აუცილებლად ღირსეულად მივაგრძელებთ. ძალიან დიდი მადლობა. აი ასეთია ბათუმში განწყობები და კომენტარები აქციის მონაწილეების. საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება. ხვალ ამ დროს ტრადიციულად შეიკრიბებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, ისინი ვინც რუსულ რეჟიმს აპროტესტებენ, ასევე პარალელურად დღის განმავლობაში ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ადგილას ეწყობა საპროტესტო აქციები და რა თქმა უნდა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობლის მხარდასაჭერი აქციები.